გარეგანი დათვალიერებით დამტკიცდა კერძო ექსპერტიზამაც თქვა, რომ აქ ძალადობის ნიშნები ცხვირზე, ფეხებზე წერეთ თავის არეში და ახლა საჭიროა შინაგანი ექსპერტიზა. მინდა რომ გაკეთდეს შინაგანი ექსპერტიზა, თუნდაც იმიტომ, რომ არ თქვან, რომ მან მოიკლა თავისით თავი და კიდე ერთი ფაქტი, რაც ყველაზე ძალიან მიღრმავებს ეჭვს, რომ მასთან ერთად მაშინ ვიღაცა იყო, სანამ თავს მოიკლავდა და ვიღაცა ამას აიძულებდა და აკეთებიებდა, ის არის, რომ დავრეკეტად იმაზე ვარ, რომ გასული ვარ, რომ დავშვიდდები და მოვალო და მეორედ რომ გადავდე, ვიღაც ბავშვმა მიპასუხა ტელეფონზე და ვინა ხართ მეთქი ამ ბავშვს კითხე და იცი მე ეს ბიძია ეხლა გავიცანი, მე მანქანასთან დამტოვა და მაღაზიაში შევიდაო. ეს მითხრა ამ ბავშვმა. გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც ყავდათ 4 საათი ისე რომ ადვოკატი არ შეახვედრეს, ადვოკატი რომელიც მისული იყო ორდერით ელოდებოდა ქვევიდან და 1000 მიზეზ მომიმზადეს საშვიერ დაუშვით მობილური წყალს ჩაგვივარდა და ესე შემდეგ. და ამ დროს ხდებოდა მასზე ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, როგორც თავადაც მოყვა გამოსულმა პოლიციის განყოფილებიდან, სამმართველოდან. ეს არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც მინიმუმ, რაც იწვევს ის სამართლის პასუხისმგებლობას და არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაშაული. ვთქვათ, თუ საუბრობთ წამების აკრძალვაზე, ერთ-ერთი ნაირსახეობაა ისე ვთქვათ ამ დანაშაულის და მესამე საერთოდ მიყვანა, რაცაც ფაქტია ადგილი ჰქონდა.